მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტირებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთოთ ისეთი გაშლა, ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც აინტერესებთ მშობლებს თავიანთი შვილების მდგომარეობა, თქვათ, რატომ არ ეწყობათ ხედი, ხო, ანუ პირად ურთიერთობაში ან ფინანსური რესურსის კუთხით ხო კარიერული წინსვლა რატომ ვერ აქვთ. არის ხოლმე ესეთი მომენტები, ვინც დედაა, ვიცის რომ ყველა ვიცით რომ შვილები არის ის ადამიანები, რომელიც ჩვენთვის ესე ვთქვათ, ყველაზე წინა პლანზე ყავს დაყენებული ხო საკუთარ თავზე წინაც კი. და შესაბამისად ხშირია ხოლმე დედის და ოჯახის ანუ ტკივილი შულთან დაკავშირებით, რომ აი თქვათ, ჩემი შულმა დაამთავრა უმაღლესი, ძალიან კარგად ისწავლა, თქვათ, რაღაცა ბევრი ისეთ თანატოლთან მიმართებაში კარგი რესურსი აქვს, გონიერია, შრომის მოყარია, მაგრამ რაღაცა არ ულაგდება ისე, ხო? ან პირადთან მიმართებაში ყველაფერს აკეთებს, პატივს ცემს თავის პარტნიორს, ზრუნავს მასზე, ხო, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონდეს კარგი პარტნიორული ურთიერთობა და ანუ მაინც ადამიანს თითქოს რაღაცნაირად არ ემართება ამაში ცხელი, ხო? მოდით ნახოთ, რა ენერგიებში არის ესე რომ ვთქვათ, რატომ არ ემართებათ ხელი, ხო? რა უშლით ხელს წინსვლაში, რა უშლით ხელს წარმატებაში, ესე რომ ვთქვათ, ну ეს არ არის ყველასთვის გაშლა, ეს უფრო ალბათ იმ დედებისთვის, ვისაც ინტერესი აქვს ხოლმე მსგავსი მომენტები და სხვათა შორის ხშირად არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ მომართავენ, რომ აი რაღაცა შეიძლება იყოს მათ შვილებზე და რა შეიძლება რომ გამოსწორდეს. ნახოთ, ვარიანტებად გავაკეთებთ, დედის გულით და ინსტინქტი მაინც ალბათ ამოარჩევს ზუსტ ვარიანტს, რომელიც მის შვილს შეესაბამება, ასე რომ ნახოთ, 3 ვარიანტი. რა უშლის ხელს თქვენ შვილს იმისთვის, რომ წარმატებული იყოს პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. უფრო რომ გამოჩნდეს ამეთვისტო, ესე დავავაგებ, ამეთვისტო, ვარდისფერი კვარცი და ლაზურიტი. 3 ვარიანტი. და ვნახოთ, რა უშლის ხელს. რატომ ვერ მიდის წინ? იმედი ამერჩიეთ თქვენი ვარიანტი. მე გადავდებ მესამე ვარიანტს. გადავდებ მეორე ვარიანტს და ვინც აირჩია ამეთვისტო დავიწყე პირველი ვარიანტით. რა უშლის ხელს? იცით რა არის, ნახეთ, რა უშლის ხელს. მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანს უბრალოდ შეიძლება ითქვას აქვს რაღაცა შიშები, რომელიც ახალი სიტუაციის დაწყებას ქვია, ხო? ნახეთ, თუ არის სამსახურში უკვე ასე თუ ისე რაღაცა სტაბილურობაში, ადამიანს უშლის ხელს ის მომენტი, რომ იქ შეიძლება მისი ადგილი არ არის, ანუ ის იქ ვერ რეალიზდება, მაგრამ ამავდროულად ეშინია, რომ შეიცვალოს სამსახური, ხო? ეშინია, რომ სხვაგან სცადოს, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ შეიძლება იქ რო ჩადო ამდენი რესურსი და არ დაუფასდეს, სხვაგან რო გადავიდე, შეიძლება იქაც არ დაუფასდეს, ხო? აქ ადამიანი, მე ესე ვიტყოდი, თვითონვე არ აძლევს თავს საშუალებას იმისას, რომ უფრო წარმატებული იყოს. ურთიერთობასთან მიმართებაშიც ახლა ძალიან ცუდი რამეა და ძალიან არ მიყვარს ხოლმე, როდესაც ოჯახის დაშლაზეა საუბარი, მაგრამ არის ესეთი მომენტები, რატომღაც ებღაუჭებიან იმას, რაც ტოქსიკური ურთიერთობა ქვია, მაგრამ ნუ აი მაინც ოჯახია, აი შვილებია და შესაბამისად, იცით რა არის, იმ შვილებსაც სჭირდება რეალიზებული, დამშვიდებული ნერვების მქონე დედაც და მამაც, ხო? ანუ თუ სახში სულ კონფლიქტია, თუ რომელიღაცა მშობელი მაინც არის უგაღიზიანებული და ნერვებზე, ბავშვი ვერანაირად ვერ იქნება ბედნიერი და ვერანაირად ვერ იქნება მშვიდი, იმიტომ რომ
გვინდა არ გვინდა მასზე მაინც ისახება ის პატარა აგრესიების რაღაცა ვერ მოთმენა ბავშვის რაღაცა ხუმრობების და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე აი რა უშლის ხელს პირველი ვარიანტის წარმოადგენს ეს არის მისივე უმოქმედობა მისივე გადაუდგმელი ნაბიჯები და შიშები ახლიდან დაიწყოს ყველაფერი ახლიდან დაიწყოს ურთიერთობა ახლიდან დაიწყოს აქ უფრო იცით რა არის მის თვითშეფასებასთან არის დაკავშირებული რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას ეს ნახეთ რა მომენტი აი არ მჯერა რომ მე გამომივა რაღაც ხო ანუ მე დავყარე ფარხმალი და არ მჯერა რომ მე რაღაცას გავაკეთებ და ეს იქნება ჩემთვის შედეგიანი და წარმატებული ხო ეს რაღაცას მომიტანს ხო აი თითქოს მცდელობები რომელიც ადამიანმა მესმის რომ შეიძლება ხარ თქვა 10 წელი და 15 წელიწადი და როდესაც ადამიანი აკეთებს და შედეგი არ არის ისეთი როგორიც უნდა რა თქმა უნდა ხდება ისე რომ მე გვინდა არ გვინდა იმედი გვიცრუდება და ხელის ჩაქნებაც ხდება ხოლმე. ნუ რაც არის, ეს არის ვეგუებით იმ ფაქტს, რაც გვაქვს და აღარ ვიბრძვით, ხო? აი რაღაცნაირად შეგუება ხდება იმ არსებული მდგომარეობის და იმ არსებული მდგომარეობას მივყვებით, ნუ როგორც მიდის, ხო, რა ცხოვრების რაკურსით, ხო? ანუ თითქოს აი არ გვინდა არ უნდა რომ გაუშვას ის რაც არის მართალია შეიძლება არ არის აღარ მუშაობს მისთვის აღარ არის მისთვის ახარბიელო მაგრამ მაინც აი ეს შიშის მდგომარეობა რომ მე უფრო უარესი არ იყოს აი ზუსტად ეს არის ყველაზე მეტი ხელისშემშლელი ფაქტორი პირველი ვარიანტის ეს არის გაჩერებული მდგომარეობა გაჩერებული სიტუაცია როდესაც განახლებას არ ვიწყებთ რაღაცა იცით რა ნახეთ კიდევ არის ესეთი მომენტი შეიძლება ადამიანმა ისწავლა კი ბატონო რაღაც პროფესია აითვისა მაგრამ ნუ ტექნოლოგიები იზრდება რაღაცა უფრო მეტი შესაძლებლობები ხდება და ნუ ადამიანი რაღაცნაირად არ ცდილობს ფეხი აუწყოს ცხოვრებას ხო აი რაღაცა მომენტში აი თუნდაც 5 წელი თუ 6 წელი ვისწავლე რაღაცა დავამთავრე და რა მე რა ანუ ხა კიდე თავიდან რომ რაღაცის სწავლა დავიწყო მე მაგის ნერვი არა მაქვს რაღაც მაგის სურვილი არა მაქვს მე ისიც შეიძლება არ გამომადგეს და ანუ აქ თვით გვემის მომენტი არის და ესე ვიტყოდი პირველი ვარიანტის წარმომადგენელს თვითონ თქვენივე შვილი უშლის საკუთარ თავს ხელს იმისთვის რომ იყოს ბედნიერი თვითონვე უშლის თავისი უმოქმედობით უშლის თავისი ცხოვრების თავისი ბედის უკეთესი რაკურსით წაყვანას ხელს აი ესეთი მომენტი არის აქ პირველი ვარიანტისთვის კარგით იმედია გამოასწოროს თქვენი შვილი იმედია მიხვდება რომ დროა შეცვალოს რაღაცები და ყველაფერი დაალაგდება ვინც აირჩია ვარდისფერი კვარცი მოდით ვნახოთ რა უშლის თქვენ შვილს ნუ რა ხდება იქ იყავთ ასების ტუზი აქ არის კვერთხების ტუზი რა უშლის ხელს მე აქ ესე ვიტყოდი, აქ რა უშლის ხელს თქვენს შვილს იმისთვის რომ იყოს წარმატებული და კიდევ უფრო წინ იყოს. ნახეთ, მე აქ ვიტყოდი, რომ აქ არის რაღაც საგვარეულო კუთხით დასახური პორტალები, ესე რომ ვთქვათ, რომელიც აუცილებელია რომ დაიხუროს, აუცილებელია მოხდეს ამის გამოსყიდვა, ამისი დაალაგება. მე ესე გეტყვით, რომ აქ არის ძირითადად მამის განხრით, ანუ საგვარეულო პრობლემა, სადაც ადამიანს უბრალოდ ჩაკეტილი აქვს გზები
და ჩაკეტილი აქვს რესურსი იმის, ანუ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი შეიძლება ძალიან ბევრსაც შრომობდეს, ძალიან ბევრსაც აკეთებდეს, მაგრამ განსაკუთრებით მატერიალური სტაბილურობის შენარჩუნება არის ამ ადამიანისთვის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ რაც შემოდის იგივე გადის კი არა, იმაზე მეტი გადის, შეიძლება ითქვას, ხო, აი თითქოს ფინანსური რესურსი ამ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან ისე ვერ იყრის თავს, ხო, განდანახვაზე ზედმეტია ლაპარაკი, ანუ ვერ აუდის თითქოს და რაც უფრო ეზრდება შემოსავალი, შეიძლება ითქვას, მით უფრო იზრდება გასავალის მდგომარეობაც ამ ადამიანისთვის. აქ არის ნეგატიური ფაზები, რომელიც დასახურია და ეს არის საგვარეულო შტოთი დასახური ფაზები, რომელიც განსაკუთრებით აი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მამის შტოდან მოდის ეს, ხო, ანუ იყოფა დედის საგვარეულო და მამის საგვარეულო. აქ მოდის კონკრეტულად მამის მხრიდან ეს მომენტები და აქ შესაძლებელია, რომ აი ეს შესაძლებელია, აი ზუსტად ეს მომენტები უშლის ხელს ადამიანს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული, იმისთვის, რომ იყოს უფრო წინ, ესე რა ვთქვათ, დავამატებ. ხო, აქ არის, მოდით ესე ვიტყვი, რაღაცა ნეგატიური ფონი, ნეგატიური ზეგავლენები, ჩაკეტილი სივრცე, ესე რა ვთქვათ, დაპაუზებული მდგომარეობა. აქ არის საგვარეულო ნეგატივი, რომელიც არის დასაშლელი, რომელიც არის გასანთავისუფლებელი. შესაძლებელია იყოს ნახეთ როგორი მომენტი და ხშირად მაქვს ხოლმე ეს, რომ აი თქვა ყავს 3 შვილი და რატომღაც დანარჩენს 2-ს ყველაფერი გამოსდის, მაგრამ ეს ერთი არის განსაკუთრებულად რაღაცა აი თითქოს არაფერი არ გამოსდის. ეს არის ისეთი მომენტი, როდესაც ნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი ყველაზე ძლიერი შეიძლება ყოფილიყო ამ გვარის გენეტიკური კუთხით და ესეც ყოფილა ხოლმე რა უთქვეთ, რომ კი ყველაზე ჭკვიანი ვთქვათ, ყველაზე ესეთი წარჩინებული მოსწავლე და ყველაზე მეტი შესაძლებლობები ვთქვათ ამ ადამიანს ქონია, მაგრამ როგორი რაღაცაც და ის ზუსტად საგვარეულო კუთხით ნეგატივის მდგომარეობა ზუსტად ყველაზე ძლიერზე მიდის ხოლმე დარტყმა, იმიტომ რომ სუსტი, ისედაც სუსტია და ის ვერ გავა იმაზე წინ, ვიდრე შეუულია, ხო? ანუ ის მაქსიმალურად იმ მდგომარეობაში იქნება, რაც აი ცხოვრებას გაყვება, მაგრამ ვერ მოხსნის რაღაცა სასწაულ ჯეკპოტს, ხო, ესე რა ვთქვათ, ცხოვრებისეულად და ზუსტად აი იმ ძლიერზე მიდის ხოლმე. აი აქ ზუსტად ეს მომენტი არის. აქ არის ნეგატიური კუთხით საგვარეულო მდგომარეობა, რომელიც არის გასანთავისუფლებელი, რომელიც რეალურად უხშლის ამ ადამიანს გამოვიდეს იმ სიტუაციიდან, რომელშიც არის, ხო, რაღაცა ჩაკეტილ ერთ წრეზე ტრიალებს ადამიანი, ერთ წრეზე უწევს ბრუნვა და ერთი და იგივე ხდება, ხო, აქ მე ესე ვიტყოდი, რომ წინაპრების რაღაცა შეიძლება გამოსასყიდიც იყოს გადასახდელი, რამაც მერე უნდა დაასრულოს. აქ პირდაპირი კუთხით არის ნეგატიური მდგომარეობა, ოღონდ ეს ხო გონიათ არა კონკრეტულად ადამიანზე გაკეთებული, არამედ საგვარეულო კუთხით გაკეთებული, რომელიც ამ კონკრეტულ ადამიანზე არის ყველაზე მეტად მოხვეული, ესე ვთქვათ, ხო? ანუ ამ ადამიანს ზუსტად აი ეს უშლის ხელს ნეგატივი, რომელიც არ აძლევს საშუალებას წავიდეს წინ, არ აძლევს საშუალებას მიიღოს სტაბილურობა, რაღაცა დაალაგდეს, ხო, რაც არ უნდა აკეთოს, აი რაღაცა თითქოს ვთქვათ, ყველაფერი დასრულდა, ყველაფერი რაღაცა დაიშალა, ადამიანი იწყებს ისევ აგურ-აგურ ყველაფრის შენებას, რაღაც ეტაპზე ააშენებს და ისევ ყველაფერი თითქოს ანუ საძირკველი მის მშენებლობას არ აქვს, ხო, აი რაღაცა საძირკველი გამოცვლილი შენობასავით გამოდის მისი წვალება, ესე რა ვთქვათ. ესე რომ აქ მეორე ვარიანტთან არის აი ეს მდგომარეობა, რომელიც გჭირდებათ, რომ გაანთავისუფლოთ იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა შემდეგში უკვე მეტი წარმატება და მეტი დადებითი ენერგიები მიიღოს, ხო? კარგით, და მესამე ვარიანტი, ვინც აირჩა ლაზურიტი, ვნახოთ, რა უშლის ხელს.
რა უშლის ხელს წარმატებისთვის და ბედნიერებისთვის. ნახეთ, აი აქ მე ესე ვიტყვი, რომ არასწორი არჩევანია ყველაზე მნიშვნელოვანი. ადამიანმა თავის დროზე გააკეთა არასწორი არჩევანი და შესაბამისად ზუსტად იმ არასწორი არჩევანიდან გამომდინარე ხდება მისი, ანუ თქვათ, არასწორი პროფესია აერჩია, ხო? ნუ ადამიანს ხა განსაკუთრებით ჩემ დროს იყო ხოლმე, რომ მშობლები წყვიტავდნენ სამედიცინოზე ჩაებარებინე თუ იურიდიულზე თუ რა ვიცი ეკონომიურზე, ხო, ჩემი შვილი დოქტორი უნდა გამოვიდეს, აი რო არის, აი ზუსტად ეს მომენტი არის აქ. არასწორი არჩევანი არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ პირად ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, ხო, თქვათ ამ ადამიანის რაღაც სიტუაციები. აქაც ზუსტად ის მომენტი, ანუ არასწორი ადამიანის არჩევა გახდა, ანუ შეიძლება ვთქვათ, მოსწონდა და უყვარდა სხვა ადამიანი, მაგრამ რეალური საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მიიღო, ნუ, რა ვიცი, სხვა ადამიანის მოყვანაზე, ხო, არის ან გაყოლაზე. აქ არის ზუსტ ის მომენტი, როდესაც ადამიანი არასწორი არჩევანი გააკეთა, არასწორი სიტუაციები აირჩია თავიდანვე და საბოლოო ჯამში მიიღო თავისივე ნამოქმედარის შედეგი, ხო? ანუ არ გამოდის რაღაცები, არ ლაგდება რაღაც მდგომარეობა. ხო, ანუ აქ არის ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი ის, რომ ნუ ახლა არ ვიცი ესე როგორი მითი არის, მაგრამ ვის რა არჩევანი აქვს გაკეთებული, მაგრამ აქ არის ნახეთ ის შესაძლებლობები, რომელიც თქვათ შეიძლება და ქონოდა ამ ადამიანს და უნდა გამოიყენებინა თავის დროზე, არ გამოიყენა და შესაბამისად რომ არ გამოიყენა ის მდგომარეობა, მისი ფორტუნა დატრიალდა სხვანაირად, ხო, მისი მდგომარეობა დატრიალდა სხვანაირად. ახლა ყველასთან შეიძლება ვერ იყოს ეს სიტუაცია, მაგრამ არის კიდე ესეთი მომენტი, რომ შესაძლებელი აქ სამკუთხედი სიტუაციის მდგომარეობაც ქონოდათ. ნახე, სამკუთხედი სიტუაციის მდგომარეობას ვიტყვი ესეთ რაღაცას. გაითვალისწინა სხვა ადამიანის რჩევა, ან გაითვალისწინა სხვა ადამიანის მიდგომა, რომ რაიმე საკითხთან მიმართებაში დაეყრდნო ამას, იმოქმედა იმ გზით და შესაბამისად ადამიანმა მიიღო შედეგი ის, რომ არ გამოუვიდა და რაღაცა პრობლემური სიტუაციის წინაშე დადგა, ხო? ნუ ერთის მხრივ აქ კიდევ არის ის მომენტი, რომ აქ კონკრეტულად შეიძლება იყოს რაღაცა ადამიანზეც ნამოქმედარი, ანუ აქ უკვე კონკრეტულ ადამიანზე ნახეთ, არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, როდესაც სამწუხაროდ, ნუ ვიღაცის ჩამოშორება უნდა, იმიტომ კარიერული კუთხით წინაღობა არის და ნუ აკეთებენ ხოლმე რაღაცა კონკრეტულ ნეგატიურ ზემოქმედებას. არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც თქვათ რაღაცა ფლირტის დონეზე მესამე პირები ჩდებიან, მერე ხვდებიან, რომ ის ადამიანი არ არის მისი და ისევ იქ ბრუნდებიან, სადაც იყვნენ და შესაბამისად უკვე გაბრაზებული ქალბატონი ან მამაკაცი არ აქვს მნიშვნელობა სხვათა შორის მაგას, მარტო ქალბატონები არ არიან ხოლმე გაბრაზებულები და არ აკეთებენ ისეთ რამეს, რაც არ უნდა გააკეთონ, მამაკაცებიც აკეთებენ. შესაბამისად ადამიანმა რაღაცა ნეგატიური უსურვა, ნეგატიური გაუკეთა, ხო, რაღაცა უბრალოდ დაბრუნების, ან შესაძლებელია კიდე იცით რა მომენტი, რომ თქვათ თუ ის ადამიანი თქვენი შვილი ხშირად უყურებს, თქვათ რაღაცა გაშლებს ან მსგავს რაღაცა მომენტებს, ეს მომენტი შეიძლება რაღაცა ისეთ რიტუალს უყურა, რომელიც თვითონ არ უნდა ეყურებინა და არ დააკვირდა და შესაბამისად მიიღო მერე შედეგი. აქ მე ესე ვიტყვი, რომ აქ არის მესამე ადამიანების ფაქტორებიც, აქ არის უკვე
კონკრეტულად ჩარევა, კონკრეტული ქმედება, კონკრეტული ნეგატივის გაკეთება ადამიანზე. არკანსაც მოგეწევათ, ნახეთ, როგორი ის არის. ანუ აქ არის ის მომენტი, როდესაც მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანის გონება, ადამიანის რესურსები დაბლოკილი აქვთ, შეჭმული აქვთ. ან მის გარშემო არის ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩამოსაშორებელი. ნახეთ, არის ხოლმე ესეთი არასწორი არჩევანიც კიდე ერთ-ერთი ეს მომენტი არის, როდესაც ჩვენს გვერდით არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს ენერგიას იპარავენ, ხო? ანუ იპარავენ ესე არ ნიშნავს მაინდა-მაინც თქვათ მიდის და რაღაცას გიკეთებთ. შეიძლება არც არაფერი არ გაგიკეთებთ, მაგრამ ამ ადამიანთან ცხოვრება, ან ამ ადამიანის გარშემო ყოფნა, ეს არის ენერგოვამპირი ადამიანი, რომელთანაც ან თქვათ შეიძლება ტოქსიკური, სულ თქვენი შვილი ეხმარება, სულ თქვენი შვილი არის მისთვის რაღაცა მიმცემი ენერგიის და შესაბამისად ვეღარ იღებს და ნუ ეს მომენტის, ანუ აქ არის არასწორი არჩევანი თავის დროზე, აქ არის არასწორი ქმედება ადამიანის მხრიდან, რამაც გამოიწვია მის ცხოვრებაში ბევრი, თქვათ ესე ვთქვათ, კარმულად უკან დაუბრუნდას მდგომარეობაც არის აქ და აქ არის კონკრეტული ნამოქმედარი მდგომარეობა, კონკრეტული ნამუშევარი ამ ადამიანის ენერგიებზე, ესე რომ ვთქვათ, ნეგატიურად, ხო? აი, ვისთვის ახლა რა კუთხით, ხო, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს რაღაც მიჯაჭვულობა, ვიღაცისთვის კარიერის დახურვა, ვიღაცისთვის რაღაც სამწუხაროდ არის ხომ ესეთები, მომისმენია, რომ ანუ რაღაცა შვილი არ ყავდეს და ასე შემდეგ. ну აქ არის რაღაც ისეთი ნეგატიური მხარე და ნეგატიური ზეგავლენა მესამე პირებიდან. კონკრეტული ნამუშევარი ფაქტორები. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა სამი ვარიანტი. მე თითოეულ დედას ვუსურვებ, რომ ბედნიერი შვილი ყოლოდეს, ბედნიერება ქონოდეს თქვენ შვილებს და წარმატებულები ყოფილიყვნენ და დაეძლოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ აქვთ, ხომ, ესე რა ვთქვათ. და არც ქონოდეთ არანაირი პრობლემები, რაც თავარია ყველაზე მნიშვნელოვანი. ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან სტროებით.